გამარჯობა მეგობრებო, როგორც იცით, დიდი სკანდალია საქართველოში. იქიდან გამომდინარე თუ რა საკეთებს მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ქართული ოცნება. იცით რომ ძაღლები მიყავთ ქუჩებიდან მასობრივად, იქ გავრცელდა კადრები იმასთან დაკავშირებით, როგორ პირობებში ყავთ მიგდებული ეს ცხოველები. სიბინძურე ერთია და მეორე პირდაპირ წამების ტოლფასი არის, რასაც ამ ცხოველებს უკეთებენ, იმიტომ რომ ზოგი რაღაცა ან შოკურ მდგომარეობაში, ან რაღაც დაზიანებულია და საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ, ასევე და რაღაცა ვარაუდები და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მასობრივად ხოცავენ ამ ცხოველებს და შემდეგ წვავენ. ამ ვარაუდის დამადასტურებელ ფაქტად მოყვანილი ყავდა აქტივისტებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა კრემატორიუმი. ამას რა თქმა უნდა ქართული ოცნება უარყოფს და პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ ესე მასობრივად ხოცავენ ამ ძაღლებს და შემდეგ წვავენ. ეს არ არსებობს ჯერჯერობით, მაგრამ რეალურად რომ შევაფასოთ, ეს არის ჩვეულებრივი რეპუტაციული გამოხმაურება ყველაფრიდან გამომდინარე, რასაც ქართული ოცნება და ქართული ოცნების ხელისუფლება ბოლო 14 წლის განმავლობაში აკეთებს. იმიტომ რომ რანაირად შეიძლება გაუკვირდეს ადამიანს, რომ ეს ხალხი ამაზე წამსვლელი არის, მაშინ როდესაც უამრავი საქციელი ჩაუდენია ქართულ ოცნებას, მაგალითისთვის კორუფცია, რაღაც დროს ალბათ თუ იმეს პოლიტიკურ ინტერესებში ჩადგება, იმასაც გავიგებთ, რომ თურმე ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ იქ ყველანაირი კვალიფიკაციის გარეშე მიუსაფარი ცხოველების თემებზე თბილისის მერიაში დაწყობის განმავლობაში იღებდნენ 100,000-ობით ლარის ხელფასს, მე ალბათ რაღაცა გაირკვევა საბოლოო ჯამში. მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ქართულ ოცნებას ეს რეპუტაცია აქვს, რა რეპუტაციაც აქვს, აბსოლუტურად ვალიდური არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილს და ალბათ ძალიან ბევრს გაუჩნდეს ის ეჭვი, რომ ქართული ოცნება ზუსტად ასე სასტიკად ექცევა მიუსაფარ ცხოველებს და სასტიკესთან ერთად ეს ყველაფერი ხო არაკომპეტენტურობის შედეგი არის, ხო? ანუ თუ შენ თბილისის მერიის კიდევ ერთი ჩავარდნა არის ეს. ჩვენ ვიცით რომ კორუფცია სუფევს იქ ძალიან დიდი ხანია, ჩვენ ვნახეთ იქ რომ მაგალითად საბავშვო ბაღებისგან იპარავდნენ ფულს, ჩვენ ვნახეთ იქ რომ უფასო სასადილოებისგან იპარავდნენ ფულს, ჩვენ ვიცით რომ უკონტროლო მშენებლობაა და აი ამ ყველაფრის ფონზე თბილისის მერი კახა კალაძე საერთოდ არ თulis რომ მას რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს ვინმემ საერთოდ ან თვითონ როგორც მენეჯერმა აიღოს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე. მიუსაფარი ძაღლების პრობლემა როგორც ესეთი თუ არსებობს თბილისში ან ზოგადად ქვეყანაში, ესეც იმისი დასტური არის, რომ ეს სტრუქტურა, რომელიც არის თბილისის მერია, ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ სტრუქტურას, ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. რაც შეეხება კომპეტენტურობას. მაგრამ ეხლა სისასტიკეზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, რანაირად შეიძლება ადამიანს უკვირდეს, რომ ვიღაცა აი ესეთი ღირებულებების მქონე ადამიანი არის, რომელიც წამსვლელია იმაზე, რომ მასობრივად ამოხოცოს ცხოველები და შემდეგ შეყაროს კრემატორიუმში. ეს არის ხალხი, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი მკვლელობას უკვეთავს. ჩვენ ვიცით ბატონო, რომ პოლიციელები და გუბერნატორის მოადგილეები ერთმანეთს დასახოცად დაძდევენ და ქურდებსაც კირევენ საქმეების გასარჩევად. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს უშიშროების ხელმძღვანელი იყო ადამიანი, რომელიც თურმე თაღლითურ კოლ-ცენტრებს კრიშავდა და ამავე დროს საბავშვო ბაღებისგან იპარავდა ფულს და აი ამ ყველაფერი, აი ასეთი რეპუტაციის მქონე ხელისუფლებაზე ვიღაცას რო ეჭვი გაუჩნდეს, რომ ისინი ძაღლებს მასობრივად ხოცავენ და მერე წვავენ, რა გასაკვირია. ამაზე იმის ნაცვლად რომ რაღაცა ადეკვატური პასუხი გასცეს, რაც თავისთავად ჩემი აზრით უკვე ამ შემთხვევაში უდიდესი მოლოდინი და ძალიან დიდი მოთხოვნა არის ამ ხელისუფლების მიმართ, ისინი კვლავ გამოდიან და პირიქით იმ ხალხს ადანაშაულებენ და იმუქრებიან, ბილწს სიტყვაობენ, უსამშობლოებს და აი ამ ტიპის ლექსიკით გამოდიან იმ ადამიანების მხრიდან იქ ვიღაც თავისი ტროლბოტებით შეასიეს ამ ნიუსებს, რომ ეხლა გამომივიდნენ ძაღლებზე რაც დარდობთ და რაღაცა აი ამ ტიპის სასტიკი მესიჯებიც გამოუშვეს. თვითონ ამას თავისთავად სადია ვერ იტყვიან, მაგრამ ვიღაცეებს ათქმევინეს თავიანთ აქტივისტებს და ბოტებს და ბოტების ეს პროპაგანდის მანქანები ჩართეს, რომლებიც იქ ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ პოსტივი მისიც კი იკადრა, რომ მიუსაფარი ძაღლების ანტიპიარი და გაშავება დაიწყო. ვნახეთ გურჯაანში როგორ უხებს მიუსაფარი ძაღლი სკოლის მოსწავლეს და ვისი ბრალი არის 14 წელიწადი ხელისუფლებაში რო ხარ და ესეთი ელემენტარული
თემა ვერ მოგიგვარებია, რომელზეც უამრავი დაინტერესებული ადამიანი არის საქართველოში, ხო? უამრავი აქტივისტი არის, რომელიც მუშაობს და უამრავი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მიუსაფარ ცხოველებზე. ამ ადამიანებს გამოცდილება ხო აქვთ? ამ ადამიანებმა ხო იციან ეს თემა როგორ შეიძლება რომ მოგვარდეს? ხო შეიძლება ამ ადამიანებთან რაღაცა ტიპის თანამშრომლობაზე წავიდეს ხელისუფლება იქნება ეს თბილისის, გურჯაანის თუ ნებისმიერი სხვა რეგიონისა თუ ქალაქის, მაგრამ არა, ეს პრობლემები მიშვებული არის. მე ვარკვევთ რომ ან კორუფციაში არის გადავარდნილი მთელი ეს სტრუქტურები და ფულებს ჭამენ, ან ვიგებთ იმას რომ ესეთი რაღაცა მასობრივი უცებ მოინდომეს, რაღაცა შეყარეს, დახოცეს, დაწვეს. აი რაღაც ამ ტიპის ან შეყარის რაღაცა ვოლიერებში, სადაც ეს ძაღლები დაზიანებულები არიან, სიბინძურეში არიან, დაავადებულები არიან, არავინ ყურადღებას არ აქცევს და კიდე ბლატაობენ. მე ვიღაცა ან პოლიციელი რაღაცა ძველ ბიჭობს, იქ ეს კადრებიც ვნახეთ იქ რომ გადი ბიჭა და რაღაცები ესე იქცევა, ანუ პირიქით იქით იმის ნაცვლად რომ ეს ხალხი რომელსაც იმდენი ინტერესი აქვს რომ ამ თემაში ჩართული იყოს, რაღაცნაირად ამ ხალხთან დიალოგი გაიმართოს და თავისი ხარჯით და თავისი ნებით, როდესაც ადამიანი ამდენ რამეს აკეთებს მიუსაფარი ცხოველებისთვის, იმას რომ სახელმწიფო ეთანამშრომლოს და რაღაცა ტიპის პროგრამა შეიქმნას მათთან ერთად ან რაღაცა პრობლემის გადაჭრის გეგმა შეიქმნას. ეს ხალხი თუ თავისი ენთუზიაზმით აკეთებს ამ ყველაფერს, შენ თუ ხელს შეუწყობ და დაეხმარები რა უარს გეტყვიან ამაზე, მაგრამ არ არის ამისი ნება, იმიტომ რომ ეს ხალხი არის არაკომპეტენტური, ეს ხალხი არის გადასული იმაზე, რომ ფული მოიპაროს და ეს ხალხი არის იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქეები დაამციროს და შეუწყობა მიაყენოს და ამ ყველაფრის ერთობლიობა არის რეალურად. ის რაც ეხა ხდება მიუსაფარ ძაღლებთან მიმართებაში, ამ ყველაფრის ერთობლიობას გვაჩვენებს, ამ პრობლემების ერთობლიობას გვაჩვენებს ამ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოგიწიალდებიან და კითხავენ, რომ აბა ესენი თუ არ იქნებიან, ვინ უნდა დავნიშნოთ. ანუ კიდევ ერთხელ, თურმე ეს ხალხი, რომელიც აი ესე არაკომპეტენტურად და აი ამ ტიპის ღირებულებებით მოპარვით, სისასტიკით მართავს ყველაფერს, ეს ხალხი ყოფილა, ესე იგი, ქართველი ერის პიკი და ამის იქით არ შეგვიძლია თურმე არაფერი.